Ღვთისათა და Ძისათა და Წმენდისა სულისათა და მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ დერს მთავარ ანგელოზთა კრება დღეს ანგელოზთა ხსენება მთავარ ანგელოზთა ხსენება მთავარ ანგელოზთა 9 დასის როგორც ბიბლიაში წერია ღმერთმა შექმნა ცაი და ქვეყანაი როგორც პირველ ფულცლებზე და ცაიში იგულისხმება ანგელოზთა სამყარო ეს მთელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ყველაზე მნიშვნელოვანი არსებებია ანგელოზთა სამყარო რომლებიც თავისი სიწმინდის გამო ყველაზე ახლოს არიან შეუძლებელია ღმერთს მივახლოვდე შეუძლებელია ღმერთი ბოლომდე შეიცნო ბოლომდე მივახლოვდე მის წიაღში იყო მას შეიძლება ყველაზე ახლოს მივახლოვდე და ასეთები არიან წმინდა ანგელოზები და რისთვის არიან იმიტომ რომ მათი ბუნება ასეთი ისინი ცოცხალი არსებები ქმნილი არსებები არიან როგორც მთელი სამყარო ქმნილია, ასეთი ქმნილი არსებები არიან, შექმნილები არიან. ისინი არ არსებობდნენ დასაბამიდან მხოლოდ ღმერთი არსებობდა, მაგრამ იმიტომ არის ყველაზე ბრწყინვალე ქმნილება ანგელოზი, რომ მას არ აქვს ცოდვილი ნება, ცოდვის გამოვლინება. არ აქვს ანგელოზს არც ბოროტება, არც განკითხვა, არც სიძულვილი, არც ანგარება, არც მიწიერება, არც სიბილწე. მას აქვს მხოლოდ სწრაფვა ღვთისკენ, ღვთის სიყვარულისკენ, ღვთის დიდებისკენ. მასში არის მხოლოდ საღვთო ენერგიები, საღვთო მადლი არის მხოლოდ მასში. ამიტომაც არის ეს გასაოცარი ქმნილებები ღვთისა. ამიტომ ანგელოზთა სამყარო ერთი მხრივ ისინი მოიცავენ მთელს სამყაროს, მთელს საკაცობრიო ისტორიას მოიცავენ, ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ანგელოზთა პირით ეხლა ადამიანს. ისინი არიან შემწე და დამხმარე ადამიანებისა. ერთი თავისი შეწევნით, მაგრამ მეორე თავისი მაგალითით. ადამიანებიც მოწოდებულები არიან ზეცისაკენ. ადამიანებიც მოწოდებულები არიან იმისკენ, რომ მაგათი ნება იყოს სწრაფა, ადამიანის ნების იყოს ღვთისკენ. არა, ასე ამბობენ წმინდა მამები. ადამიანის თავარი მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრება კი არ არის. საზოგადოება და ოჯახური, როგორც ჩვენ ეხა ესეთი ერეტიკული აზრი დავამკვიდრეთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრებაში მთავარი გახდა საზოგადოებრივი ცხოვრება და ოჯახური ცხოვრება და ჩვენი ურთიერთობები. ეს არის ერეტიკული აზრი. ყველაზე საშინელი აზრი, რომელმაც შეიძლება რელიგიაც დაამახინჯოს. ცოდვილი მიერ დამახინჯებული რელიგია, მან ცოდვილი როა იცის, რომ ცოდვილია. მაგრამ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქრისტიანია, მაგრამ აკნინებს სულიერ ცხოვრებას და ამიწიერებს მას და მიწიერ ცხოვრებას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, მის საქმიანობას, თავარ საქმე წარმოაჩენს, ეს უფრო დიდი დანაშაულია. და ეს უფრო დიდი გადასალახავი ცოდვა არის. ამიტომ, როგორც ანგელოზებში არის დაუბრკოლებელი სწრაფვა ზეცისაკენ, ღმერთისაკენ. იმიტომ რომ მათ იგემეს ღვთის დიდება და მადლი და სიტკბოება და არაფერი არ უნდათ გაცვალონ ამაში. აი ეს ნება უნდა შეიძინოს ადამიანმაც. აი ეს ნება მისი ცხოვრების სულიერი სწრაფვა უნდა იყოს დომინანტური მის ცხოვრებაში და არა მიწიერი ქვეყანა, რომელიც რასაძლევს ადამიანს სიკვდილს, ხწნილებას, ფოთს, ნერვიულობას, ცოდვას, საშინელების მეც არაფერს არ აძლევს. თუ მასში არ არის სიკეთე. და სიკეთეს ადამიანი იძენს მხოლოდ აი ამ სულიერი ცხოვრების სწრაფად, დომინანტობით. სულიერი ცხოვრება რომ დომინანტი გახდეს, ადამიანი უნდა იყოს ლიტურგიული არსება. ჰომოს ლიტურგიკოს,
ადამიანი უნდა იყოს ლიტურგიული არსება. ლიტურგია უნდა იყოს მის ცხოვრება. ადამიანი უნდა იყოს მლოცველი არსება. არა ცოდნით გატენილი ადამიანი, რომელიც არამედ მლოცველი ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ილოცებს თუ ღმერთი არ მიუშვებს მას თავისთან. მლოცველი არსება. ამით შეიძენს ის აი ნებას ზეცისაკენ. ამით შეიძენს ის სულიერ თვისებას. ამით ხდება ანგელოზები მისი უფროსი ძმები. ესე ამბობენ, ჩვენი უფროსი ძმები არიან ანგელოზები. უფროსი მეგობრები და უფროსი მასწავლებლები. ბერმონაზნობას უწოდებენ ანგელოზთა სქემას უწოდებენ. ანგელოზთა მსახურებას უწოდებენ. იმიტომ რომ მათაც აქვთ გამოხატული დომინანტური მიმართულება სულიერებისაკენ და იქ ყველაფერი ემორჩილება სულიერებას. მთელი ცხოვრება, განაწესი ემორჩილება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, ადამიანთან ურთიერთობა აქვთ, შრომობენ, იღვწიან, ყველაფერს აკეთებენ. ყველაფერსაც ადამიანები ქმნიან სილამაზეს, უმშვენიერ სილამაზეს ქმნიან. ბერმონაზნები თუ ათონი გვინახია ჩვენ, ხო? ან შეუდარებელი სილამაზე და ჰარმონია. დედამიწაზე ასეთ სილამაზეს იშვიათად გეგონება ხარ მუზეუმში. აი ისეთი ძალიან დახვეწილ მუზეუმში ასეთია. აი ესე მოღვაწეობენ, მაგრამ არასდროს მათი ცხოვრება გამიწიერებული არ არის. ყოველთვის დომინანტური მათში არის სულიერი სწრაფვა, სულიერი ცხოვრება. ხო, ეხლა მარტო ბერმონაზნები არიან, მაშინ უსამართლობა იქნებოდა. ბერმონაზნები არიან უბრალოდ ყველაზე თქვათ ავანგარდი ქრისტიანობისა, თორე ყველა ქრისტიანი მოწოდებული ამისკენ. ყველა ქრისტიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ მისი ცხოვრება გახდეს ანგელოზთა დარი, ანგელოზთა მიმართულება მიიღოს და იმიტომ რომ აი გრიგოლ ხანძელზე ლაპარაკია, ის იყო მის ცხოვრებაში წერია, ის იყო ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი. და რით შეიძენს ადამიანი ამას, რით შეიძენს და ჩვენ ღმერთმა გვაჩუქა ყველაზე დიდი საოცრება, ეს არის სახარება. სახარებულწეული ცხოვრებით ადამიანი, როდესაც სახარებულ ცხოვრებას იმეცნებს, სწავლობს და მის გულს, მის გონებას, მის ცხოვრებას, მის ყოფას სახარების მიხედვით მიმართავს, აი სახარება არის კიბე ზეცისკენ. კიბე ანგელოზთა სამყაროსკენ არის სახარება. ამიტომ ქრისტიანმა არც არ უნდა გააგდოს სახარება, არც არ უნდა გახადოს მის ცხოვრება მექანიკური. 50 წელი ეკლესიაში დადის და ერთ და იგივე და არაფერი არ იცვლება და იმიტომ არ იცვლება არაფერი, რომ სახარებასაც მექანიკურად ვკითხულობთ, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებთ. არაფერი აღარ ასაზრდოებს ჩვენს, იმიტომ რომ იმდენად ვართ რუტინაში, ამ ქვეყნიურ ქაოსში, იმდენად ვართ ამ მიწიერ ცხოვრებაში, იმდენად გამიწიერებულია ჩვენ ცხოვრება, რომ სულიერება ვერ აღწევს, ვერ ცვლის ვერაფერს ჩვენ ცხოვრებაში. და ამიტომ უნდა შევდგეთ სინანული ჩვენ ცხოვრებას, გამოსწორებით. ცოტა ოდნავ ზეცა უნდა შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. ცოტა მეტი სულიერება უნდა და უკვე იქნება საუკეთესო ჩვენი ცხოვრება. უკვე იქნება ახსილი სიხარული. უკვე იქნება ოდნავ მცირედი თუ შევიტანეთ ჩვენ ცხოვრება. ოდნავ თუ დავთმეთ მიწიერება. და ოდნავ შევიტანოთ სულიერი საწყისი, უკვე იქნება ჩვენი ცხოვრება. ეს თუ მოვახერხეთ, ეს თუ უნარიში შევიძინეთ, ესე იგი ჩვენ უკვე სწორ გზაზე ვადგათ და ჩვენი ცხოვრება ამაო არ იქნება. თუ ჩვენ ეს მცირედით მაინც თუ მოვახერხეთ ამის გაკეთება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, შეგვეწიოს მთავარანგელოზთა კრება, მთავარანგელოზი მიქაელი, გაბრიელი და 900 მთავარანგელოზთა დაგლოცოს, გვაკურთხოს და მათი სიწმინდე, მათი სწრაფა ღვთისაკენ, მათი სიყვარული ღვთისა მოგცეს და მოგვანიჭოს ჩვენ ადამიანებს.